I still believe that ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა გადარჩეს როგორც დამოუკიდებელი ერი და არსებობს ფასი, რომელიც მისი აღდგენისთვისაა საჭირო. თუ ამის ფასი იქნება ის, რომ მისი ზოგიერთი ტერიტორიები იქნება დროებით ოკუპირებული იურიდიული აღიარების გარეშე, და აი ასეც იყოს, ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში. ვიტყოდი, რომ ის ნაბიჯები, რომლის გადადგმაც უკრაინასთან ერთად შეგვიძლია, მოკლე და გრძელვადიანი ხასიათისაა. ნაწილი კი ჯერ ისევ შემუშავების პროცესშია. თუ უკრაინასთან ერთად შევძლებთ, რომ აღვადგინოთ მისი სუვერენიტეტი ტერიტორიების დიდ ნაწილზე და მოვახერხებთ მის ინტეგრირებას ევროპულ პოლიტიკაში, მის აღდგენას ომის შემდეგ, მის გაყვანას ერთიან ევროპულ ბაზარზე, შევძლებთ უკრაინაში ცხოვრების ხარისხის გაზრდას. მაშინ ეს იქნება ძალიან კარგი სიგნალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. იმის სიგნალი, რომ მათთვის უკრაინაში ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე რუსეთში. რადგან იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს რუსეთი, ის არ ზრუნავს ამ ხალხზე ისე, როგორც საკუთარ მოსახლეობაზე. ვფიქრობ, ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთისთვის ტვირთია, რომელსაც ის პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. შეხედეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოში. ეს რეგიონები რუსეთზე გაცილებით ღარიბები არიან. რუსეთის ხელისუფლება კი არც კი ცდილობს ოდნავ მაინც გააუმჯობესოს მათი ცხოვრების ხარისხი. ეს იმიტომ, რომ რუსეთისთვის ეს მეორე ხარისხოვანი მოსახლეობაა. არავინ იცის, როგორი რეჟიმი იქნება რუსეთში 20-30 წლის შემდეგ. ვლადიმერ პუტინი მარადიული არაა. რუსეთშიც კი ადამიანებს სურთ ღირსეულად ცხოვრება. These are second level citizens